საღამომშვიდობისა. ვიწყებთ ჩვენს მორიგ პირდაპირ ჩართვას, ძალიან ლაკონურ პატარა შესავალს გავაკეთებ. ეს გახლავთ პლატფორმა მშობლის კივრი. ეს მათთვის, ვინც შეიძლება ხო პირველად აღმოჩნდა ჩვენთან. როგორც სახელწოდება გეუბნებათ, ეს პლატფორმა პირველ რიგში შექმნილია მშობლებისთვის, მაგრამ არა მარტო, ბავშვთან დაკავშირებულ ნებისმიერ პირს შეუძლია მიიღოს სხვადასხვა აქტუალური საინტერესო ინფორმაცია ბავშვებთან დაკავშირებით. ამიტომ ვიცი, რომ მშობლების გარდა ბავშვთან დაკავშირებული სხვა პირები და სპეციალისტები გვადევნებენ თვალს. ჩვენი ჩართვების ფარგლებში ვიწვევთ ხოლმე სხვადასხვა საინტერესო სტუმარს, განვიხილავთ აქტუალურ საკითხებს. დღევანდელი ჩვენი ჩართვის სტუმარი გახლავთ ქალბატონი ირმა გოცირიძე, რომელსაც იცნობთ დარწმუნებული ვარ არა მარტო ჩვენი პლატფორმიდან. ქალბატონი ირმა გახლავთ პედიატრი და მასთან ერთად უკვე არაერთი გავსი ტიპის ჩანაწერი გვაქვს გაკეთებული, ამიტომ გირჩევთ, რომ აი ამ ჩანაწერის ამ ჩართვის ყურების შემდეგ აუცილებლად გადაავლოთ თვალი ჩვენს ეგრეთ წოდებულ ვიდეოთეკას და დარწმუნებული ვარ, რომ აღმოაჩენთ ბევრ ისეთ საკითხს, კითხვაზე პასუხს, რომელიც მშობლების აბსოლუტურ უმრავლესობისთვის არის აქტუალური და მნიშვნელოვანი. ჩვენი ჩართვა, როგორც ხედავთ, ითარგმნება ჟესტურ ენაზე, ამისთვის მადლობა ლეკუნა ჯაფარშვილს და ბოლოს ჩემთანაც წარმოგიდგეთ, მე გახლავთ თამთა საამიშვილი, ფსიქოლოგი, წარმოადგენ ორგანიზაცია მაგ ჯორჯიას. აი დღევანდელი ჩვენი ჩართვის პროცესში მე შევასრულებ ფასილიტატორის ფუნქციას, თქვენთან ერთად მოვუსმენ ქალბატონ ირმას და ჩვენმა ერთგულმოსვენელმა იცის, რომ ჩართვების დროს შეგიძლიათ გამოგზავნოთ კითხვები, კომენტარები, აი პირდაპირ ამ ვიდეოს ქვემოთ, ან მოგწეროთ პირადი შეტყობინების სახით, თუ ასე უფრო მოსახერხებელია თქვენთვის და მე ამ ყველაფერს სიამოვნებით წავიკითხავ, გადავცემ ქალბატონ ირმას და ქალბატონ ირმაც რამდენადაც ახლა ეს ფორმატი აძლევს ექიმს, პედიატრს შესაძლებლობას, რომ პასუხი გასცეს მშობელს, ნამდვილად არ დაგზარდება და ამომწყურავად გიპასუხებ. სულ ეს იყო რისიც თქვენს მინდა და ერთს დავამატებ, რასაც აი ძალიან ხშირად გვეკითხებიან, რომ ვინც ვერ აკეთებს ამ წუთას ყურებას, შეიძლება თუ არა რომ მოგვიანებით ნახოთ ხოლმე ეს კითხვა ხშირად შემოდის და გეტყვით, რომ ჩვენი ყველა ჩართვა იწერება და შეგიძლიათ ნახოთ მოგვიანებით ამ Facebook გვერდზე, თუმცა ეს უპირატესობა რომ კითხვა გამოაგზავნოთ და პასუხი მიიღოთ, რა თქმა უნდა, აქვს ამ პირდაპირ ყურებას. მეც აღარ გავაგრძელებ, ქალბატონო ირმა, მოგესალმებით, მთელი კიდევ ერთხელ ჩვენი გუნდის სახელით. მადლობა თანამშრომლობისთვის. მადლობა თქვენ. დღევანდელი თემა მე შესავალ ნაწილში აღნიშნე, რომ ჩვენ საუბრობთ მაინც აქტუალურ საკითხებზე და ახლა ალბათ არაფერი არ არის ისეთი აქტუალური, როგორც ახალი წელი. და ამიტომ შევარჩიეთ ესეთი თემა, ახალი წელი და შესაძლო რისკები და მინდა გთხოვოთ, რომ თქვენ ძალიან მოკლედ წარუდგინოთ მსმენელს, რაზე გვექნება დღეს საუბარი და შემდეგ უკვე შეგვიძლია უფრო დეტალურად მივყვეთ თითოეულ საკითხს. მადლობა თამთა, მოგესალმებით მშობლებო და მსმენელებო. მართლაც დგება ესეთი ამაღელვებელი დღესასწაული, მიუხედავად ამ ჩვენი ესეთი არაიოლი ცხოვრებისა, რაც გვაქვს ყველას და ყველა დაკავებული და ყველა ესეთი საოცრად აღელვებული ზოგჯერ ვირუსებით, ზოგჯერ რაღაცა პირადი პრობლემებით, მაგრამ მაინც დგება ესეთი კარგი დღესასწაული, რომელიც არა მარტო ზეიმია ბავშვებისათვის, ჩვენც დიდი ადამიანებიც ბავშვობიდან გამოყოლილი საოცარი განწყობით ხვდებით ხოლმე მას. და სწორედ ეს დღესასწაული, ეს ახალი წელი, შობა, რომ არ გავაუფერულოთ, ძალიან დიდი ყურადღება გვმართებს, განსაკუთრებით ბავშვებს, განსაკუთრებით პატარებს, რომელთაც ამ ჩვენ ქაოსში, ამ არეულ დღეებში ქაოსში, განსაკუთრებით უნდათ მოვლა და ყურადღების გამოჩენა. ეხლა ჩვენ გავიაროთ თქვენთან ერთად რამდენიმე საკითხი, რაც პოტენციურად საშიში ამ პერიოდისთვის და ხვდება ხოლმე ამ დღეებში. რა თქმა უნდა მოვისმენ თქვენ შეკითხვებსაც, თქვენ კომენტარებსაც, იმიტომ რომ შეიძლება ყველაფერი იმაზე ვერ ვისაუბრო, რაც ან ფორმატმა არ მოგწეს რომ საშუალება და მე როგორც თამთა მოგახსენათ, მოგწერთ ინდივიდუალურად, როგორც ვაკეთებთ ხოლმე. ესე იგი ზოგადად ჩვენ მძიმე შემთხვევებს გარე აქტივობებს უკავშირებთ ხოლმე. რატომ ხავს? თუმცა ჩვენივე ოჯახებში შეიძლება ბევრი საფრთხე იმალებოდეს და ამაზეც უნდა ძალიან ვიყოთ
გაფრთხილებულები და ყურადღებით. ეხლა ამ საკითხებზე, რაზეც მე გესაუბრებით, გარდა იმისა, რომ თქვათ, ჩამოვაყალიბოთ, აუცილებლად პრევენცია რა არის, როგორ შეიძლება დახმარება იმ უპირველეს გეტყვით, რაც შეიძლება ოჯახის პირობებში გააკეთოთ. და შემდგომ უკვე თუ საჭიროა გადაუდებელ დახმარებასაც ვაკეთებთ. ესე იგი, პირველ რიგში რაც ხშირია, როდესაც ესეთი სუფრა გვაქვს და ეს სუფრა რამდენიმე დღე გრძელდება, როგორც ვიცით და როგორც გვაქვს არის დამახასიათებელი ჩვენი ოჯახებისათვის, გადატვირთული მენიუ, გადატვირთული ტკბილეული, რაზეც ბავშვები კარგად რეაგირებენ და კარგად იყენებენ ამ სიტუაციებს და იწყება კვებითი ინტოქსიკაციები დამეთანხმებით, რომელიც რა თქმა უნდა ჯერ ბავშვებში, არა მარტო ბავშვებში, მაგრამ ძირითადად ჩვენ ახლა ბავშვებში ვსაუბრობთ, დისკომფორტით იწყება, უგუნებობით, მუცლის ტკივილით, ხოლო შემდგომ მიყვება ხოლმე უკვე ფაღარათი, ღებინება, რომლის დროსაც მთავარია, რომ ორგანიზმის გაუწყლობა არ მოხდეს, უნდა გადავრჩეთ ამისთვის, უნდა იცით და გვისაუბრია და თქვენც არაერთხელ გაკეთებიათ ალბათ უკვე ასეთი სიტუაცია ქონიათ, რომ ბევრ სითხეს ვიღებთ, ეს სითხე შეიძლება იყოს წყალი ჩვეულებრივი, კომპოტი, ბაცი ჩაი, უმჯობესია ამ დროს მწვანე ჩაი, გვირილას გირჩევთ, ძალიან კარგი ანტიანთებითი მოქმედება აქვს, გაზგასული, ნაბეღლავი, ბორჯომი. უკეთესი იქნება თუ მართლა ამ რეჰიდრაციის ხსნარებს ვიღებთ, მისი მომზადება ძალიან მარტივია, ელექტროლიტების სახით რაც იყიდება და რომელიც არჩევანი ძალიან დიდია და მაღაზიებში, აფთიაქებში არის და სხვადასხვა ასაკის მიხედვით ხარისხდება. ეხლა თუ ისეთ შემთხვევა არის, რომ თქვათ იწყება გაუწყლობების ნიშნები. ეს არის პირის ღრუს სიმშრალე, შეიძლება შარდვის შემცირება, ბავშვებში, პატარებში განსაკუთრებით, დიდებში ხდება თვალების ჩაცვენა, გამომშრალი კანი, ან და შეიძლება შოკის ნიშნები იყოს, წნევის დაქვეითება, სუსტი გახშირებული პულსი, ბავშვი უკვე მივარდნილია, ან ზედაპირეული სუნთქვა აქვს. შეიძლება იყოს, რომ დეზორიენტაციაც კი მოხდეს და ცნობიერება იყოს შეცვლილი. ეს არის ის საგანგაშო ნიშნები, როდესაც ინტოქსიკაციას დაუყოვნებლივ ჭირდება სამედიცინო დაწესებულება და სასწრაფოდ გადავდივართ კლინიკაში. ეხლა არ მინდა თამთა და მსმენელო ეს ჩვენი ეს საღამო იყოს, თქვათ ესეთი ცოტა დაძაბული, მაგრამ მაინც ყველაფერს მინდა რომ შევეხო და თქვენი ყურადღება მივიქციო ამ საკითხებზე. ეხლა იცით რა, განსაკუთრებით საშიშია და განსაკუთრებით ყურადღება უნდა იმ ბავშვებს, რომელსაც აწუხებს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებები. ეხლა ვინც ჩვენი მუდმივი მსმენელია, თქვენ გახსოვთ, რომ ხშირად ვსაუბრობდით ამ თემებზე, ხშირად განსაკუთრებით თუ შეზღუდული მქონე ბავშვები არიან. ეს პრობლემა, კუჭნაწყლის პრობლემა გამოხატული, რომლებიც ქრონიკული დაავადებებით მიდის, ზოგს აქვს შეკრულობა, გასტრიტი, პეპტიური წყლული, ზოგს ქოლეცისტიტი და ამ ყველაფერს, ამ მდგომარეობას ხელს უწყობს ეს ჩვენი ხშირი, ნიგვზიანი, ცხიმიანი, ცხარე მსაჭმელი, ტკბილეული, რომელიც უხვად გვაქვს, მარინადები, რომლებიც გვაქვს და ამის შემდგომ ეს მდგომარეობა ამ ბავშვებს უფრო უმძიმდებათ, სიმძიმეა, უფრო უძველდებათ მონელება, მუდმივი სიმძიმის შეგრძნება და რა თქმა უნდა, ექიმის კონსულტაციის საფუძველზე შემიძლია ხა თამამად და ჩემილია გითხრათ, რომ ამ დროს ალბათ დანიშნული თქვენ გაქვთ და ასეთ შემთხვევაში შეგიძლიათ გამოიყენოთ ფერმენტული პრეპარატები, რომელიც მცირედით მაინც განტვირთავს საჭმლის მომნელებელ სისტემას, დანარჩენი უკვე ინდივიდუალურად უნდა გავიაროთ თქვენ მკურნალ ექიმთან. შემდეგი, რაზეც მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო, ეს შეიძლება იყოს არა მარტო საკვებით, მაგრამ საოჯახო სითხეებით მოწამვლა, რომელიც ყველაზე საშიშია და რატომღაც ასეთ დღეებში, როდესაც მშობელი ძალიან დაკავებულია, ან თავის საქმით რაღაც, თქვათ, მიდის ეს მასიურად
ასეთი სითხეების გამოყენების დრო არის ზუსტად და შეიძლება უყურადღებოდ დაგვრჩეს როგორც თვითონ ეს სითხეები, აეროზოლები, ასევე თვითონ ბავშვიც და ვერ ვიგებთ თუ რა მიიღო ბავშვმა, რა დალია და ჩვენ ვხედავთ მოწამვლის ნიშნებს ყველაზე ძალიან გვეშინი ამ ქიმიური შენაერთების, რომლებიც სხვადასხვა სახის არის და ჩვენი პატარები რაღაცნაირად ძალიან ინტერესით უსინჯავენ ხოლმე გემოს. ესენი შეიძლება იყოს ეგრეთ წოდებული ზმრის ესენციები, შეიძლება იყოს კაუსტიკური სოდის, რასაც უძახით იმას ქლორის შემცველი პრეპარატები, კალიუმის პერმანგანატი, ძირითადად ამოღებულია ეს, მაგრამ იცით ეს მელნისფერის სითხე, რომელიც ზოგ ოჯახში ჯერ კიდევ შემორჩენილია, რადგან როგორც ანტიანთებითი საშუალება ან და ზოგი ხმარობს აბაზანებად, თუმცა როგორც ვიცით, უკვე აღარ იხმარება ეს კალიუმის პერმანგანატი. ეხლა იცით, ამ სითხეებით შეიძლება ძალიან მძიმე დამწვრობა მივიღოთ საყლაპავის და თუ ვეჭვობთ, რომ ეს მოხდა, ბავშვი არის ძალიან აგზნებულია, ტირის, აღებინებს, ტუჩებზე ქაფი უგროვდება, უხვადა აქვს ნერწყვდენა და ნერწყვის გადაყლაპვა უჭირს. ეხლა ბავშვი რა თქმა უნდა ვერ გვეუბნება რა დალია, ხო? ან შეიძლება მიგვანიშნოს, ან შეიძლება ჩვენ თვითონ მივხვდეთ, მაგრამ შეიძლება ვთქვათ მოხდეს ასე, რომ მოულოდნელად 1-2 საათში ვთქვათ ეს მოვლენა ჯერ არ ხდება, მაგრამ დიდი ტემპერატურა ეწყება ბავშვს და შემდგომ ხდება, ესე იგი ბავშვი დეზორიენტაცია, ან სუნი აქვს პირიდან, ან და განიშნებს, რომ აი ეს პირის ხრუ ეწვის მას და ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, იმ წუთში უნდა გავაკეთოთ მე რასაც მოგახსენებთ ეხლავე და ვრეკავთ გადაუდებელ დახმარებაში და ბავშვი მიყვავს შესაბამის კლინიკაში, რომელიც უფრო ახლო არის, ტოქსიკოლოგიაში როგორც წესი. ეხლა ნახეთ, იმ შემთხვევაში თუ მაინც ხვდებით რაღაცნაირად, ან ხედავთ, რომ ბავშვმა მიიღო, ვთქვათ, მჟავა რაღაც, ან ზმრის ესენცია, ან რაღაცა მარილმჟავა გვაქვს, ვთქვათ, მოსაწმენდის საშუალება, ან მოსახეხის საშუალება. ხდება კუჭის ამორეცხვა ანადუღარი წყლით. და კარგი არის თუ აი ამ წყალში, ეს ნელთბილი წყალი იქნება, ცოტა სოდას ჩავამატებთ. ნახეთ, აი ესე დავიმახსოვროთ მარტივად, თუ მჟავა ნივთიერება დალია ბავშვმა რაღაცა ზმრის მსგავსი, ან მარილმჟავას მსგავსი, მაშინ იმიტომ რომ გავანეიტრალოთ, უნდა დავახვედროთ მას სოდა, ანუ ტუტე ამორეცხვა გავაკეთოთ. პირიქით, თუ დამნაშავე ტუტე არის, მაგალითად ან ქლორი, ან რაღაცა ესეთი შემადგენლობა, რაც ტუტეს ფუძეს შეიცავს, პირიქით უნდა გავაკეთოთ რამენაირად ბავშვს დავალებინოთ წყალგარეული მჟავა. ეხლა მჟავა ყველას გვაქვს ძმარი სახლში, ან ზმრის ესენცია და 1 ლიტრაზე 1 ჩაის კოვს ვაკეთებთ თბილ წყალს და ვასმევთ ბავშვს ასევე 1 ლიტრაზე 1 ჩაის კოვს სოდას, როდესაც მჟავაზე გვაქვს ეჭვი და ვიწვევთ ღებინების რეფლექსს. რაღაცნაირად ეს იცით გავანეიტრალებთ აი ამ სითხეს, რაც ბავშვს აქვს დალეული და შემდგომ რო აღარ გააგრძელოს მან ეს წვითი რეაქცია, ანუ საყლაპავის დამწვრობა, ხახის დამწვრობა და უკვე საყლაპავი საჭოს მონელების სისტემის ტრაქტის სხვა ნაწილები აღარ დაგვიწვათ, ჩვენ ამ განეიტრალებულ სითხეს როგორმე ვაღებინებიეთ ბავშვს. ეხლა ეს იული ამბავი არ არის, მაგრამ ეხლა მეკითხა, რომ თუ კი ვერ შევძელით ბავშვის დათანხმება იმაზე, რომ ეს სითხე მიიღოს. დიახ, ესე იგი ძალიან ძნელია, რა თქმა უნდა, მაგრამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ და ცოტა ძალისმიერი მეთოდებიც მოგვიწევს, იმიტომ რომ შეიძლება კლინიკამდე უკვე გავაგვიანოთ თამთა, იმიტომ რომ ეს სითხეები ორივე წვას განაგრძობს. თუ ღებინებას ვერ ვახერხებთ, ბავშვს ვერ ვაიძულებთ და ვთქვათ, ენაზე ხელის დაჭერით ეს ღებინების რეფლექსი არ მოხდა, აუცილებლად ვაიძულებთ, რომ დალიოს, ანუ რაღაცნაირად ვანეიტრალებთ.
ამ იმას სითხეს და ისე გადაყვავს კლინიკაში. არ არის იოლის საქმე, მაგრამ დამერწმუნეთ ახლა პრაქტიკიდან შემიძლია გითხრათ, რომ ბავშვი ამ დროს იმდენად ცუდად არის თამთა, იმდენად შეშინებულია, რომ გიყურებს როგორც მშველელს და ამ დროს მოყვება, იცით და ასე თუ ისე გემორჩილება. კი, ეხლა ნახეთ თუ თქვათ ვერ ვახერხებთ დიაგნოსტიკას, ხო შეიძლება ისეთი რაღაცა აქვს დალეული ბავშვს, რომ ვერ ვიგებთ რა არის. ასეთ შემთხვევაში თუ გვაქვს ძალიან კარგია, რომ ზედავალევინოთ, რომელიც ნეიტრალურია და ორივე მჟავის თუ ტუტის შემთხვევაში შეიძლება, ან და ბოლოს და ბოლოს თუ ეს რძეც არ გვაქვს სახლში, შეგვიძლია მარტო წყლით მოვახდინოთ განეიტრალება. ანუ რაღაცნაირად უნდა ვიფიქროთ, რომ ის სითხე რაღაცა კონცენტრაცია შეუმციროთ იმ სითხეს, რაც მოხვდა საყლაპავში. იგივე წარმატებით შეგვიძლია წყლის, თქვათ, ტემპერატურას ან გადადუღებული ეხლა ნახეთ, იქაც დროის ფაქტორი ხარ. თუ გვაქვს ჩაიდანში გადადუღებული წყალი და თბილია, რა თქმა უნდა, იმ წყალს ხმარობთ. თუ არა და ონკანის თბილი წყალი არ არის იმის დრო თამთა, რომ ავადუღოთ წყალი და გავაცივოთ. ჩვეულებრივი წყალი შეგვიძლია ონკანიდან თბილი წყალი გამოუშვათ და იმაში მოხდეს ეს გარევა, ან და პირდაპირ ონკანის წყალი დავლიოთ, იმიტომ რომ ისეთი რაღაცა აქვს ბავშვდალეული, რომ ეხლა გადადუღებულს დავალევინებ თუ გადაუდუღებლის წესი და რიგით ლიტერატურულად, რა თქმა უნდა, გადადუღებული უნდა ვიხმაროთ, მაგრამ ახან დროის და წუთებს აქვს ფაქტორი, დიდი ფაქტორი, ამიტომ განაწყვეტი მნიშვნელობა. ამიტომ შეგვიძლია ვიხმაროთ, როგორც გითხარით, ეს ჩვეულებრივი ნელთბილი წყალი. ეხლა ნახეთ რა მინდოდა, ხო, იმ შემთხვევაში შეფარემ აქვე გეტყვით, თუ ვინცობა არის, რომ ბავშვმა დალია რაღაცა ტაბლეტები. და ნუ ხვდებით, რომ წამალი აქვს დალეული. აქაც იგივე პრინციპს არც სოდა გვინდა, რა თქმა უნდა, თუ ვიცით, რომ ტაბლეტებია, შეგვიძლია ჩვეულებრივი ნელთბილი წყალი დავალევინოთ, თუ გინდა იგივე ერთზე დავალევინოთ, ისევე აუცილებლად გამოვიწვიოთ ღებინების რეფლექსი და შემდგომ ნაღებინებზე უკვე ბავშვს ვასმევთ, რაც გვაქვს, მაგალითად ალმაგელი ზოგ ოჯახში ვთქვათ, კუჭის წყული თუ არის ფოსფალუგელი შეიძლება იყოს, ასეთი არის კიდე ტაბლეტები რენის, რომელიც დაინაყოს შეიძლება და წყალში გარეული სპეციალური კუჭის დამცავი. თუ არაფერი არ გვაქვს, ნუ ნახშირია ბევრ ოჯახში და ბევრ სამედიცინო ყუთში დევს, ეს ნახშირი მაინც უნდა გადავაყოთ ბავშვს ყველა შემთხვევაში ღებინების შემდგომ, იმიტომ რომ ვიცით, რომ ეს ნახშირი არის ადსორბენტი და მას შეუძლია შთანთქას ის ნაწილაკები, რაც დარჩა. და ეს ნახშირი, ნუ კილოგრამ წონაზე 10 კილოგრამზე 1, როგორც წესია, მაგრამ შეგვიძლია დიდი რაოდენობით ნახშირით, იმიტომ რომ ნახშირი ცუც არაფერს არ იზამს. და შეგვიძლია თქვათ 10 კილოგრამზე 2-აბიც კი გადავაყვაყოთ ბავშვს. ეხლა თუ ბავშვმა მაგალითად ძალიან უყვართ, ხო რა ყველაფრის ინტერესი აქვს და აი იგივე ეს კი ვიძახით, რომ ეს კალიუმის პერმანგანეტი აღარ ვარ, მარგაცოკას რომ ვამბობთ, ხო შინაურულად მაინც ასე გადავალ თუ გაუგებარია ზოგისთვის. ეს თუ ეს კრისტალები თუ გახსნილია წყალში არის ვარდისფერი სითხე, ვიცით. თუ არა და ძალიან ჭყიალა და ლამაზი კრისტალებია, ვისაც ნანახი აქვს ახლა ეს და ალბათ ყველას აქვს ნანახი. შეიძლება რომ აი ეს ჩაიყარონ პირში. ამიტომ ცით როგორ ხდება ხოლმე, ამ კრისტალმა იცის ლორწოვანზე მიკრობა და იქვე ხდება დამწრობა. ეხლა ხან მოხდა ზუსტად, რა თქმა უნდა, კარგად დამთავრდა, გასაყლაპავში არ მოხვედრილა ეს და იმიტომ ხშირად ვიმეორებ ამას ნივთიერებას, იმიტომ რომ გონია, რომ ეს აღარ არის ჩვენ ოჯახებში, თურმე მაინც არის და მაინც მოხდა ასეთი რაღაცა. ანუ ესე იგი, ქონდა ბავშვს კონკრეტულად გეკვიტყვით
რაღაცა ინფექცია, პირისხოს ინფექცია და დედამ გადაწყვიტა, რომ დაამუშაოს კალიუმის პერმანგანატით, რომელიც სამწუხაროდ არ გახსნა, წყალში ატყობა არ იცოდა, სველი ბამბით და ამ კრისტალებით აიღო და გამოწმინდა. რა თქმა უნდა, ეს კრისტალები დარჩა, როგორც გითხარით, ეს უნარი აქვს მას ლორწოვანზე და მიდიოდა ლორწოვანის წვა. ასეთ შემთხვევაში ასეთ რაღაცას გირჩევთ, რომ ავიღოთ წყალი, თუ გვაქვს C ვიტამინი, გავხსნათ C ვიტამინი, დამნაყოდ გავხსნათ, თუ ვიცომა არა გვაქვს C ვიტამინი, დიდი რაოდენობით ლიმონი ჩავწუროთ პატარა არყის ჭიქაში და დავახვიოთ ხელზე ბამბის ფთილა ან თქვათ სტერილური თქვათ ბინტი და იმითი გამოუსუფთავოთ. აი როგორც კი მჟავა ხდება ლორწოვანს იმ წუთში ახერხებს და შორდება. გამიგეთ, უბრალოდ წყლით შეიძლება ვერ გამოვწმინდოთ და აი მჟავიანი წყლით, C ვიტამინიანი წყლით ან ლიმონიანი წყლით შეიძლება ეს მიკრული კრისტალები მოვაცილოთ. შემდეგ კი ისევ, იმიტომ რომ არა გვაქვს გარანტია, რომ ცოტა არ მოხდა გადაყლაპვა, ისევ კუჭი, ისევ თბილი წყლით ამოურეცხოთ და იგივე მოქმედება გავაკეთოთ, ანუ თქვათ ნახშირს დავალევინებთ ან ფოსფალუგელს ან ალმაგელს. ეხლა რაც მინდა კიდე გითხრათ, შემდგომი ეს არის სამწუხაროდ ხდება ამ ახალი წლის დღეებში დამწრობა. დიახ, აი სანამ დამწრობაზე გავუტანა ირმა, ერთი ესეთი კითხვა გამიჩნდა, რომ ჩვენ ახლა ვისაუბრეთ ამ საკვებით მოწამლაზე, უკვე პოსტფაქტუმ რის გაკეთება შეგვიძლია და ერთი-ორი სიტყვით პრევენციაზეც ხო შეიძლება რამე ვთქვათ, ახლა მე მესმის რეალისტურად, რომ ალბათ ახლა ჩვენი ჩართვის მერე რაღაცის ტრადიციები არ შეიცვლება და ის უფრო მაინც დარჩება ისეთად, როგორიც არის, ხო? ან საკუთარ ოჯახში რო გაითვალისწინონ, ბავშვებს სტუმრადაც დადიან და მოკლედ ეს რისკები იარსებობს, მაგრამ რამდენიმე ესეთი ლაკონური რეკომენდაცია ეს სუფრის პრევენციასთან დაკავშირებით თვალისწინოთ. დიახ, იცით რა, ცოტა ძნელი ამბავია თამთა ახლა მაგის გაკეთება, იმიტომ რომ ისეთი სუფრა იშლება ხოლმე, ჩიტის რძე რო თითქმის აღარ აკლია ჩიტის რძეს, ხო? ანუ გამოდის ის ყველაფერი დაიდება, რაც იმ დროს ოჯახშია და რაც შეძენის საშუალებაც გვაქვს და ვახერხებ. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ვიცით ჩვენი ბავშვების მსუნაგობების ამბავი. ან და თუ გვაქვს ისეთი სიტუაცია, როდესაც ბავშვს აქვს ბულემია. ან და ვთქვათ, ისეთი ქცევითი დარღვევა თამთა, როდესაც აი მიდრეკილია და უყარს საჭმლის მიტაცება, ხო ვიცით ახლა ასეთ სიტუაციებით. ასეთ შემთხვევაში ალბათ ჯობია უპრიანი იქნება, რომ არ იქნას გამოტანილი სრულყოფილად ის ყველაფერი, რაც რის საშუალებაც არის ბავშვმა, იმიტომ რომ სულ მართლა ხო ვერ მოკიდებ ხელს და სულ ისეთი დღეები და ისეთი სტუმრიანობა რაღაცა, რომ სულ გქონდეს საშუალება, რომ ბავშვი შენ გვერდზე იყოს. ალბათ ჯობია, რომ უფრო მცირე რაოდენობა დავდოთ სუფრაზე და პერიოდულობით მივაწოდოთ ბავშვს და ეს ახლა სხვისთვისაც ახსნადი იქნება. ან და ვთქვათ, ვთხოვოთ იმ ოჯახს, სადაც სტუმრად მივდივართ, რომ იგივე თქვენი პატივისცემით ან ბავშვის პატივისცემით იგივე ამბავი გააკეთოს. და როგორც გეუბნებით, გითხარით, ახლა ვერ ვიზამთ, რომ ის გემრიელობები ბავშვს არ ვაჭამოთ და ალბათ მაინც საჭიროა, თუ გვაქვს წინდაწევითით პრობლემა, მაინც თავის მკურნალ ექიმთან ან პედიატრთან გაიარონ კონსულტაცია, იმიტომ რომ არის ისეთი პრეპარატები, თამთა რომელიც ვთქვათ, ქიმიური საშუალებები არ არის, მაგრამ დამზოგავია ორგანიზმისთვის, მაგრამ წინდაწინ კარგია ვთქვათ, რომ იქნეს მიღებული წინა 2 დღით ადრე, 3 დღით ადრე. ეგრეთ წოდებით დამცავები, რომელიც ნაღლის ბუშტის გაღიზიანებას და კუჭის ლორწოვანის გაღიზიანებასგან დაგვიცავს და შეიძლება ვთქვათ პრევენციის სახით აი ეს პრეპარატებიც მივაღებინოთ ბავშვს. კი ბატონო. მე მგონი ეს ძალიან მნიშვნელოვანი რეკომენდაციაა და კი ბატონო. ცნობენ ჩვენი მშობლები. კი ბატონო, ახლა შეგვიძლია დამწრობაზე დავაგრძელოთ, თუ ამ წუთში არაფერი კითხვა არ არის. ეხლა ნახეთ ეს ჩვენი ლამაზი ნაძვის ხე, რომელიც გამოფენაც გვაქვს ხოლმე და ძალიან გვიყვარს მისი გაწყობა და გალამაზება, ხშირად საფრთხეს გვიქადრის. შეიძლება ვთქვათ, ან ელექტროტრავმა მოხდეს, ან ბავშვმა ხელი წაატანოს, ან ციმციმა ნათურებს, ან სადენს, ან რამაც შეიძლება დენის დარტყმა გამოიწვიოს.
ან არა და სახლში ახლა სულ გაჩახჩახებულია ხოლმე და ერთდროულად რამდენიმე ხელსაწყო მუშაობს, ესეც საშიშია და შეიძლება სადენმაც კი ვერ გაუძლოს და ხდება ესე იგი ამ დროს დამწრობის მიღება იოლია. ან და შეიძლება სულაც მოხდეს აი კერძით დამწრობა, ან ცხელი წყლით დამწრობა, ხო სწორია, იმიტომ რომ გაზზე რამდენიმე თავის საჭმელი ერთად კეთდება და ძალიან ურჩევ მშობელს, რომ ამ სიჩქარეში, ამ ფუსფუსში არავითარ შემთხვევაში ეს ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, ყოველთვის ეს ახალი წელია თუ არა, რომ არავის სოდეს არ დავიჭიროთ, თქვათ ბავშვი და ცხელი კერძი თუ ცხელი წყალი ერთად. ეს ორი საქმე არასოდეს არ გააკეთოთ მეგობრებო. იმიტომ რომ ყოველთვის ახლა როგორც იტყვია ხოლმე კოკა წყალს არ მოიტანსო და ძალიან ეს ვიცით რა უცხოეთში განსაკუთრებით აი როდესაც მშობელს უტარდება ხოლმე რაღაცა სპეციალური ტიპის ტრენინგი, ამაზეც არის ხაზგასმით რომ ბავშვის მცირე ასაკის ბავშვზე მაქვს ხა საუბარი და მეორე ხელში ცხელი წყლის ან ცხელი კერძის დაჭერა არაფრით არ შეიძლება. ეხლა იმ შემთხვევაში თუ მაინც მოხდა ეს სავალალო ამბავი და მაინც მოხდა ეს დამწრობა, რას ვაკეთებ? ესე იგი დაზიანებული კანი აუცილებლად თუ თქვათ ცხელი წყლით არის ასადილით, ხო? აუცილებლად უნდა გაიხადოს ტანსაცმელი ბავშვმა, იმიტომ რომ ეს სითბური ენერგია რაღაცნაირად, რომელსაც ჯერ კიდევ ქსოვილი იჭერს, აუცილებლად უნდა იყოს მოშორებული. თუ ვახერხებთ დაზიანებული ზედაპირი კანის სულ ერთია, სადაც იქნება 5-10 წუთით ჯერჯერობით და მერე კიდე მუდმივად მიუშვილოთ გამდინარე წყლის ჭაობს. არ გამოვიყენოთ არავითარ შემთხვევაში მალამო, ფხვნილი, ცხიმი, სტასმა რო იციან ხოლმე, არავითარ შემთხვევაში ეს არ უნდა გავაკეთოთ. ძალიან კარგია თუ გვაქვს ხოლმე თქვათ ყინული მაცივარში და ყველას გვაქვს ალბათ, რომელსაც რაღაცა ტոქსიკაში ან ნაჭერში გამოვკრავთ და დავადებთ ყინულს. ეს ჯერ ერთი ტკივილსაც ამცირებს და მეორეც ერთი თვითონ დამწრობის ესე იგი სიღრმეს პრევენციას გვიკეთებს, იმიტომ რომ ვიცით რომ ახლა თქვა კანი შედგება სხეულის კანი და ქსოვილი რამდენიმე ფენისაგან და როდესაც მოხდა თქვა დამწრობა ზედა კანზე, ეპიდერმისზე, ხდება მისი ეპიდერმისის დაზიანება და სითბური ენერგია ცელდება ქვემოთ, ხომ? ამიტომ ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს რაც დაიწყო უკვე მას ვერაფერს ვერ გავაკეთებთ და დაზიანებულია, მაგრამ ამ ჩვენი ცივი შეხებით, ამ ცივ ენერგიას უკვე ვანეიტრალებთ და უშვებთ ამ ქსოვლის ქვედა და ამით გადავარჩენთ სხვა ქსოვილს, კანქვეშა ქსოვილს. ეხლა ნახეთ, აუცილებელია რომ ბავშვს მივცეთ, დავაწყნაროთ, მოვეფეროთ, ძალიან მტკივნეულია ეს ვიცით და ყველას დაგვიწვია რაღაცა ცხოვრებაში, ან თითი, ან ხელი, ან რაღაცა მწარე შეგრძნება ძალიან ტკივილ გამაყუჩებელი. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ პირველ რიგის პრეპარატად ვხმარობთ ბავშვებში პარაცეტამოლს, ბავშვებს დავალევინოთ უნდა დიდი რაოდენობის სითხეები. და შემდგომ გააჩნია ეხა დამწრობის ფართს, დამწრობის ხარისხს, იმ წუთში მოხდება ეხა მშობლის მიერ ამას კი ნამდვილად შეაფასებს მშობელი, ან გადაუდებელი დახმარება ჭირდება და მოხდება შესაბამის განყოფილებაში ბავშვი, ან არა და სასწრაფო იქნება გამოძახებული და სასწრაფო მანქანა გადაიყვანს იმ ადგილზე, სადაც საჭიროა. ეს რაც შეეხება თამთა დამწრობას. ეხლა ძალიან ახლა მსმენელი ერთ-ერთი მსმენელი გვეკითხება ვირუსებთან დაკავშირებით ეს ალბათ არა ნუ ხოთ ახალ წელს არ უკავშირდება, მაგრამ ასე აი ხო მე მგონი კი ბატონო, კი გავცეთ პასუხი აუცილებლად მიპასუხეთ რა არის ასეთი შეუპოვარი ვირუსების მიზეზი ასე ხო, ეხლა ვიცით რომ ასეთი მძიმე პერიოდი აქვს, თითქმის ყველა ოჯახში ბიჭა ამ ავადობამ, რაც ქვეყანაში არის, იცით რომ რამდენიმე ტიპის ვირუსია და ხშირად არის ტელევიზიით ესა, დაახლოებით 4-5 ტიპის ვირუსი ცირკულირებს ეხლა და ჩვენი ეპიდემიოლოგები გვეუბნებიან რომ არ ელოდნენ ამ
ნოემბრის ბოლოს ასეთ შემოტევას უფრო ეტყობა, უფრო გვიანი იყო. ეს ხო ყველაფერი ახლა იციან ეპიდემიოლოგებმა რა რომელი ვირუსი შემოდის, მაგრამ სამწუხაროდ ეს რამდენიმე ვირუსის გადაფარვა მოხდა. ამას ემატება ისე ომიკრონი შტამი, რომელიც ასე თუ ისე იოლად მიდის, მაგრამ უკვე ვეღარ გაგვიგია რომელია პირველი, რომელია მეორე. და ამდენად ეს გაციებითი დაავადებები თუ ეგრეთ წოდებული სინტიციალური უბრალო ვირუსებს ვიძახით, ბოლოს და ბოლოს იმუნიტეტი უქვეითდება და გადადის უკვე ამ დაქვეითებულ იმუნიტეტს ხდება ახალი ვირუსი. ანუ ბავშვი ვერ გამოდის ჯერ კიდე ერთი მდგომარეობიდან, რომ იწყება მეორე ვირუსი, რაც ჩანს მეორე ტალღით და გონიათ, რომ იგივე მიმდინარეობის დაავადებაა ბავშვი. ამ დროს უკვე იწყება ახალი დაავადება. ეს შეიძლება იყოს სწორედ ის სხვა ვირუსები, რაც ცირკულირებს. ეხლა ძირითადი მიზეზები თამთა ცოტა ძნელია ვთქვათ, რატო არის ასეთ შეუპოვარი ამბავი, მაგრამ მაინც ჩვენი ეპიდემიოლოგები, ჩვენი ვირუსოლოგები ხსნიან იმით, რომ იმ ჩაკეტილობამ ასე თუ ისე იმოქმედა გავლენა, იმიტომ რომ ეს პანდემია რაც იყო და ამ იზოლირებამ ასე თუ ისე ვირუსთან შეხება და ანტისხეულების გამომუშავება დააქვეითა ჩვენ ორგანიზმში. და უფრო ამით აიხსნება, რომ ეს დაქვეითებული იმუნიტეტი, რაც ამ შემთხვევაში გვაქვს, უფრო სწორად ის ანტისხეულები, რომლებიც ვერ გამომუშავდნენ და ვერ დახვდნენ ამ 2-3 წლის განმავლობაში ამ ახალ ვირუსებს, აი ეს მათი ნაკლებობა იწვევს იმას, რომ გვერევა ეს უცხო ცილა და აი ასე ძლიერად მიმდინარეობს. ეხლა რაც არ არის კარგი, რომ იცით რა, ზოგ შემთხვევაში სამწუხაროდ არის ხოლმე და ხშირად ალბათ თქვენს გსმენიათ ან უყურებთ, რომ მე-6, მე-7 დღის განმავლობაში, 7 დღის 8 დღის განმავლობაში ტკი გრძელდება ეს ტემპერატურული რეაქცია, ტემპერატურა არის მაღალი ციფრებით მიმდინარეობს და სამწუხაროდ ძალიან ერთ და იგივე ჩივილებია შემაწუხებელი მშრალი ხველა, აი ძალიან შემაწუხებელი, რომელიც ზოგ შემთხვევაში მწვავედ იწყება პირველი 2 დღის განმავლობაში და ზოგ შემთხვევაში სწორედ აი მე-7 მე-8 დღეს ავლენს თავს. აი ასეთ შემთხვევაში და მანამდეც ალბათ უკვე როდესაც 5 დღე გავა და ჰექტიური ცხელება არ ჩამოდის მედიკამენტით, ძალიან გირჩევთ მშობლებო, რომ მექანიკური გაგრილება ძალიან მშველის აი ამ ვირუსს, ანუ ეს არის დაზელვა, გახდა, ვთქვათ, აუცილებელი არ არის, რომ ახლა ძბრიანი წყლით დავზილოთ, იმიტომ რომ ძმარი ზოგ შემთხვევაში ალერგიულ რეაქციას აძლევს კანს, შეგვიძლია სპირტიანი წყლით დავზილოთ, ან ჩვეულებრივად ნელთბილი წყლით, ვთქვათ, ნამდვილად აგრილებს და უკეთეს შედეგს გვაძლევს, ვიდრე, ვთქვათ, იბუპროფენი და პარაცეტამოლის რიგის პრეპარატები. და იმ შემთხვევაში, თუ უკვე მე-5 დღის მერე, მე-6, მე-7 დღე არის, აუცილებლად არის საჭირო სისხლის ანალიზი, ექიმის კონსულტაცია და სისხლის ანალიზის შემდგომ და არა მანამდე დაინიშნოს ანტიბიოტიკები, იმიტომ რომ უკვე მშობლებს ეშინიათ, სულ შემოდის ზარები, რომ აი ხო არ დავიწყოთ და არის ხოლმე თქვათ ისეთი მდგომარეობა ამ სისხლის აღების მერე, რომ მართლა საჭიროა ზოგ შემთხვევაში უკვე მეორადი ინფექცია დართულია და არის შემთხვევები, რომ ვიწყებთ. თუმცა ეს ყველა შემთხვევაში არ არის, ამდენად ბრმად დაწყება ის, რომ აი მე-7 დღეა ბავშვს სიცხე აქვს და მაინც ვიწყებ ანტიბიოტიკს, არ არის მაინც გამართლებული თამთა. დიახ, და ამის შესახებ თქვენ არაერთხელ გისაუბრეთ ჩვენს პლატფორმაზე. ალბათ კარგია მაინც ამის გამეორება. კი ბატონო. კარგით, აქ ერთი კითხვა კიდევ ტემპერატურასთან დაკავშირებით, გამარჯობა ირმა ექიმო, რატომ აქვთ ბავშვებს დიდხანს დაბალი ტემპერატურები? დაბალი ტემპერატურები ალბათ ავადობის შემდგომ იგულისხმება, ალბათ ხომ?
ესე იგი, ხანდახან ხდება ხოლმე სამწუხაროდ, რომ აი გადის ავადობიდან რაღაცა პერიოდი და სულ რჩება სუბფებრილიტეტი, რომელიც მოიცავს 37.2, 37.3. როგორც წესი, ახლა თანამედროვე მიდგომებით ამ ახალი გაიდლაინებით ამბობენ, რომ უკვე ეს აღარ არის ტემპერატურის რეაქცია და ეს შეიძლება იყოს ორგანიზმის ჩვეულებრივი არსებული ტემპერატურა და ამას არ უნდა მიექცეს ყურადღება, მაგრამ მშობელი გეუბნება, რომ ჩემს შულს არ ქონდა ეს და აი გავიდა ახლა ერთი თვე და ვირუსიდან უკვე გადაიტანა და იმის მაგერად რომ გამოვიდეს ბოლომდე მაინც ვერ გამოდის და ეს ტემპერატურის რეაქცია მას რჩება. ზოგ შემთხვევაში ის არის მოდუნებული, აპათიური და აწუხებს ეს. ზოგ შემთხვევაში ბავშვი ხალისიანია და აბსოლუტურად არაფერზე არ მიუთითებს ეს მისი ასეთი მდგომარეობა. მაინც მინდა გითხრათ მშობლებო, რომ თუ ვინცობა არის და სისხლის ანალიზები კარგი გვაქვს. რაც თავარია, ამას გააკეთებენ, რომ სისხლის ანალიზები ნორმაშია, თირკმლის ფუნქცია ნორმაშია, ანუ არ არის არც ჩარდის ანალიზის გაკეთებული და ყველაფერი ნორმის ფარგლებშია, მაინც ურჩევ მშობლებს, რომ გააკეთონ უფრო ღრმა კვლევა, რომელიც გვიჩვენებს ანემიას, ეს შეიძლება იყოს რკინადეფიციტური ანემია, ან შეიძლება ფერიტინის ნაკლებობა იყოს და აი ასეთ შემთხვევაში გვაქვს ეს ტემპერატურა. დაბალი ციფრები და ეს არის თამთა განპირობებული სწორედ იმ მძიმე ვირუსებით, რაც ბავშვმა გადაიტანა. ანუ მოხდა ესეთი მდგომარეობა, რომ აი ეს იყო დიდი სტრესი ორგანიზმისთვის და ამ სტრესმა გამოიწვია არსებული რკინის ან B-ჯგუფის ვიტამინის დეფიციტი და კლინიკურად გამოისახა სუბფებრილიტეტში, ზოგ შემთხვევაში უმადობაში, ზოგ შემთხვევაში აპათიაში და ადინამიაში, ზოგ შემთხვევაში მხოლოდ აი დაბალი სიცხით მიდის. ანუ მაინც ეს უნდა გამოვრიცხოთ, რომ წყნარად ვიყოთ, თუ ესეც გამოვრიცხეთ და ყველა ორგანო წესრიგში გვაქვს სისხლის და ეს შემდგომი ანალიზები რაც არის საჭირო, რასაც დაწერს პედიატრი თქვენი ნორმის ფარგლებშია, მაშინ ეს ამ სიცხემ არ უნდა შეაშფოთოს მშობელი. კი ბატონო. კარგი, ესე იგი ვისაუბრეთ ჩვენ საკვებით მოწამვლაზე, სხვადასხვა ქიმიურად ინტოქსიკაციაზე, დამწრობაზე, კიდევ რა შეიძლება იყოს? კიდევ რა შეიძლება სამწუხაროდ რაც შეიძლება და რაც არასასიამოვნოა, რომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ ამ თემაზე. არაერთხელ გვსმენია და ცუდი მაგალითების მომსწრე ვართ, აუცილებელია დავიცვათ სიმაღლე და ფაჯრები. აივნის კარები უნდა ჩაკეტილი უნდა გქონდეს, იმიტომ რომ ამ დროს არის სწორედ მოდუნებული სიტუაცია, როდესაც ბავშვი შეიძლება ისარგებლოს ან აცოცხლდეს, ან მივიდეს, ან ფანჯარა გამოაყოს, ან კარები და ძალიან სიფრთხილე გჭირდება, კი ვიცით, რომ ბევრჯერ მოგუსმენია ეს, მაგრამ სულ ვიფიქროთ ამ თემაზე, რომ გვირჩევნიან რაღაცა გაუკეთებელი დაგვრჩეს, ვიდრე რომ ბავშვი დაგვრჩეს უყურადღებოდ. და აუცილებლად ბავშვისათვის მიუწვდომელ ადგილზე უნდა შევინახოთ მჭრელი ესეთი ბასრი საგნები, რომელიც ხელმისაწვდომია ამ დროს და უყურადღებოდ არ დაგვრჩეს არც ეს ძალიან სიფრთხილეა, ხა თუ პატარა ნაძვის ხე არის, არა უშავს თუ გადმობრუნდება, უბრალოდ დაიმტრევა ხო ნაძვის ხე, მაგრამ მყარად დგას თუ არა, ზოგს აქვს ახლა დიდი ნაძვი, ზოგს ბუნებრივი ნაძვის აქვს სახლში და ძალიან ფრთხილად, როდესაც პატარა არის ბავშვი ან ცოცავს ან აინტერესებს ეს ლამაზი ბურთები არ გადმოაბრუნოს და არ მოხდეს ზეწოლა მის ქვეშ. ანუ ეს ძალიან სიფრთხილე გვინდა. ყველაზე ძალიან რაც ხდება და რაც გვაშინებს, კი იცით, ეს არის ახალი წლის აუცილებელი ატრიბუტი, ასე თუ ისე არის ბენგალური სანთლები და ეგრეთ წოდებული ეს ბომბები, რაც ახალ წელს არის ხოლმე, რომის აფეთქებაც ხდება და ჩვენთვის სავალალო ეს პიროტექნიკით დაზიანებული თითებით კი ხშირი მოვლენაა. სამწუხაროდ უამისოთაც არ ჩაივლის ხოლმე ახალი წელი და სუქსმენია ეს ძალიან უნდა გავფრთხილდეთ. რა თქმა უნდა არ ვისურვებდი რომ ჩვენი მსმენელი ამ რიგებს შეუერთდეს და
არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავთოთ ბავშვნება, რომ თვითონ გაუშვას ეს მაშხალა, რაც მათ ძალიან უხარიათ. ვინაიდან არსებობს, რა თქმა უნდა, ეს რისკი, რომ ხელში აუფეთქდეს ბავშვს, უნდა ვეცადოთ, რომ უსაფრთხო პიროტექნიკა შევიძინოთ, არის ასეთებიც. რომ ჩვენი ეს ჯანმრთელობა სიცოცხლე საფრთხეში არ ჩავაგდოთ და ყურადღებით უნდა წავიკითხოთ ეს ინსტრუქცია. ეხლა სასაცილოა შეიძლება ვთქვათ, რომ რა წაკითხვა უნდა, მაგრამ არის რომ პირუკუ გსმენიათ ალბათ თამთა და ჩვენ მსმენელსაც პირუკუ ხდება ეს სროლა არა, იმის მაგეთ რომ იქით გაისროლონ, აქეთ ისვიან და პირდაპირ შეიძლება დამწრობა და ეს დაზიანება მიიღონ სახეში. ამიტომ ეს გამოყენების ინსტრუქცია კარგად უნდა იყოს წაკითხული და დავიცვათ ეს უსაფრთხოების ზომები. რა თქმა უნდა, ეს სერტიფიცირებული პროდუქტს გირჩევთ, რომ იყიდოთ, შეამოწმოთ ეს ვარგისიანობის ვადები, ამაზეც ყოფილა თურმე დამოკიდებული და დავხარბდებით ეგრეთ წოდებული ცუდად არ ვამბობ, მათ პატიეთ, მაგრამ მაინც მინდა რომ გითხრათ ამ საქონლის სიაფეს. ანუ თქვათ მაინც ხარისხიანი ჯობია რომ ვიყიდოთ და ან ერთი ან ორი იქნება, მაგრამ ხარისხიანი ეს არ გირჩევთ რომ გაშვებული იყოს შენობაში, იმიტომ რომ მაინც რისკია. ჯობია ბავშვები წავიყვანოთ უსაფრთხო დისტანციაზე და ეს ფეიერვერკები გავუშვათ შენობების და შენობებიდან ცოტა მოშორებული ან აივნისდანაც ძალიან მოშორებული, რომ წინ არავინ იყოს. სხვა ესე იგი ახლოს აივანზე ცხოვრები არ იყოს და არაფერი არ იყოს აალებადი ნაგებობა გვერდით. ეს რა თქმა უნდა ეს არა მარტო ჩვენი უსაფრთხოება, არამედ გარემოს უსაფრთხოების ზომებსაც ვიცავთ და სხვასაც ვიცავთ ამითაც. ეხლა თუ დაზიანება მათ შორის ცხოველებს, რომლებიც ცხოვრობენ ქუჩაში. დიახ, და როგორ ეშინიათ ამ ცხოველებს, ეს უკვე ამაზე მიდის, რომ უკვე თხოვნა არის ამ ბუნების დამცველებისაგანო ძალიან ეშინიათ ამ სროლების და შეიძლება ესე იგი ცუდი შემთხვევებიც მოხდეს, უბედური შემთხვევები, იმიტომ რომ რატომღაც ბევრი არ ფიქრობს ამაზე, რაც თქვენ ბრძანეთ ეხლა თავთან. ცხოველებზე არ ფიქრობს, რომლებიც ამ დროს არიან გარეთ. ეხლა თუ მაინც დაზიანება მაინც მოხდა. ერთადერთი ჩვენ რაც უნდა პირველი რაც უნდა ვიმოქმედოთ, თქვათ სისხლის შეჩერება, თუ მოხდა რაღაცა ტრავმა. ერთადერთი რაც უნდა გავაკეთოთ დამწვალი ნახვევი, რომ გავაჩეროთ სისხლი, სადაც არ უნდა იყოს, ეგრეთ წოდებული ლახტით. და ეს ლახტი შეიძლება ნებისმიერი ნივთი გამოვიყენოთ, რასაც მოჭერის საშუალება აქვს. ქამარი, ნაჭერი, ზეწარის ან ესე იგი თქვათ ნაწილი, ან სულ ერთია რაღაცა რაც გვაქვს ხელთ, თავშალი ან ყველაფერი რაც შეგვიძლია უცებ გამოვიყენოთ, რომ გავაჩეროთ სისხლდენა, იმას თავის წესები აქვს და ამას ესე იგი სანამ გადავიყვანთ კლინიკაში ეს ლახტი ალბათ ახლა უახლოესი კლინიკა 1 საათის განმავლობაში ლახტი შეიძლება დავადოთ. 1 საათის მერე უნდა აიშვას ლახტი და გადაინაცვლოს. ამას თავის წესები აქვს, მაგრამ ამასობაში ალბათ ასწრებს შობელი რომ ბავშვი მიიყვანოს კლინიკაში და იმ ადგილზე, საიდანაც სისხლი მოდის, უნდა დავადოთ სტერილური საფენი. აქაც გამეორდები და ვიტყვი, რომ არავითარი მალამოს წასმა და არაფერი სხვა გარდა სტერილურისა არ უნდა მოხდეს ჭრილობაზე. დანარჩენი უკვე ექიმის პრეროგატივაა და მან იცის როგორ უნდა დაამუშავოს და ჩვენ მარტო აი ამ მოქმედებით უნდა გადავიყვანოთ ბავშვი შესაბამის განყოფილებაში. ეხლა ცოტა უცნაურად კი ჟღერს, მაგრამ არიან ჩვენ გარშემო უამრავი ადამიანები, ვინც ფიქრობენ, რომ ახალი წელი აუცილებლად სადღესასწაულოდ ჰაერში გასროლით უნდა აგვირგვინოს და ცეცხლსასროლ იარაღსაც კი მოითხოვს და ახალი წელი იარაღს მოითხოვს. აი ესეთი შეიძლება გვსმენია და ძალიან ცუდი რომ ასეთი განწყობა გვაქვს, მაგრამ მინდა რომ გითხრათ, რომ ასეც ხდება და სადღესასწაულოდ ყველამ შეუძლია ვიცი ტრაექტორიის შეცვლა.
ან ხვის აივანზე მოხვედრა და ასეთი უბედური შემთხვევა სულ 1-2 წლის წინაც ახალ წელს მოხდა ჩვენ ქალაქში. ძალიან ხშირად რასაც ადამიანი ამ პიროტექნიკის აფეთქების შემდგომ ხედავს, არის მხოლოდ კანის ნახეთქი. აი თქვათ, სადმე არის კანის ნახეთქი. ზოგჯერ მცირე და რამდენიმე ნახეთქი არის, მაგრამ ეს მხოლოდ გარედან არის, მეგობრებო. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ კანი კი არ ზიანდება მარტო, რასაც ჩვენ ხედავთ, არამედ ის კონკრეტული ადგილი და ადგილის ქვეშ, დაზიანების ადგილის ქვეშ მდებარე კუნთები, ძვლები და ქსოვილი ზიანდება. ხანდახან ამ დაზიანების აფეთქების შემდეგ ძვალი თურმე რამდენიმე ადგილზეც კი არის დახეთქილი. რასაც რა თქმა უნდა ძლიერი ტკივილი მოყვება და ჩვენ ამას ვერ ვიგებთ და გონია რომ მხოლოდ გარეგნული არის, რასაც ვხედავთ და ის იწვევს ტკივილს, არადა უფრო მარტო დიდი ფართით ხდება და ვიცოდეთ რომ ეს იქნება ამ პიროტექნიკით თუ ამ პატარა წვრილი ბომბებით ბავშვებმა როიციან სროლა, ეს მაინც და ასე თუ ისე ეს არის აფეთქება და აფეთქების ტალღა გარშემო ყველაფერს აზიანებს, ანუ დაგვიზიანებს ამ ქსოვილს. ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ და როგორც მოგახსენეთ უკვე დავიცვათ ის წესები, ის პრევენციული ღონისძიებები, რაზეც ვისაუბრეთ. ხშირია ასევე ექიმთან ვიზიტის დროს ტრავმები. არის დაჭიმულობები და ბავშვები ეცემიან ან ვარდებიან, ხშირია მოტეხილობები, ამოვარდნილობები. სამწუხაროდ ტრავმატოლოგები ამბობენ, რომ ახალი წლის დღეებში ყველა ისვენებს და ტრავმატოლოგიური განყოფილებები ვერ ისვენებენ და აქვთ მუდმივი მუშაობა. ძალიან ხშირია, მეგობრებო, თვალის დაზიანება. ეს თვალის დაზიანებაც არა მარტო ამ პიროტექნიკის უყურადღებობის გამო ხდება, არა მარტო ამის გამო ხდება, არამედ ძალიან უცნაურად ჟღერს, მაგრამ სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ ამ შამპანურის მფრინავ საცობებს, რომელიც 31-ში და პირველში და რა თქმა უნდა ამ დღეებში და 7-შიც ვისაც როგორ აქ დღესასწაული, რა თქმა უნდა, ამ დროს ხსნის და ცოტა, ესე იგი, საახალწლო განწყობის გამო არასწორი იხსნება ეს შამპანური და არის ამ თვალის საცობთან დაკავშირებული თვალის უამრავი დაზიანება. ესე იგი, ეს როგორც არის ბადურის ჩამოშლა, თვალიდან სისხლდენა, ლინზების დისლოკაცია შეიძლება მოხდეს და მოკლედ აი ამ დაზიანებებს მე მგონი მცირე ტექნიკური პაროზი გვაქვს, რომელიც იმედი მაქვს, რომ გამოსწორდება. რაოდენობით ქალბატონი ირმას. მანამდე შეგახსენებთ, კიდევ დარჩა და ახლა გვაქვს კიდევ რამდენიმე წუთი პირდაპირ ჩართვის დასრულებამდე, ამიტომ შეკითხვები შეგიძლიათ რომ მოგწეროთ. Ostāt ერთი წუთი გავადობთ, რომ დავაოდოთ ქალბატონ ირმას, თითქმის დასრულდა ჩვენი ჩართვა. თუმცა მაინც კარგი იქნება, რომ მცირე შეჯამება გაგვეკეთებინა, ამიტომ თუ ქალბატონ ირმა შეძლებს ამ ტექნიკური პრობლემის მოგვარებას აუცილებლად დაგვიბრუნდება. შეგახსენებთ, რომ ვინც ახლა ვერ ახერხებთ ბოლომდე ყურებას, შეგეძლებათ რომ ნახოთ ჩანაწერი, როგორც ამ, ასევე სხვა. თამთა ბოდიშ გიხდით, რაღაცად ყველას ბოდიშ მოგიხდით. ეს არა, მოლოდეს შუქი ჩაფიქრა და ეს ინტერნეტიც გამეთიშა და
კი ბატონო, მე მგონი ყველა უკაცრავად. ანუ ყოველ ნაწილია ეს ტექნიკური პრობლემები, აი კომუნიკაციის საშუალებებს. პრინციპში ჩვენ ისაც თითქმის ბოლოში გავედით ამ ჩვენი საკითხების განხილვით, რამდენი წუთი დაგვრჩა და მცირე შეჯამებას თუ გააკეთებ, თუ არა და ის ძირითადი რისკები ალბათ, რაც როგორც წესი ხო, ახალ ხოლმე თან აი ახალი წლის დღეებს დიახ, ძირითადად მე მგონი ყველაფერზე ვისაუბრე, რაც მინდოდა ასეთ შემთხვევებში, რაც ხდება ხოლმე, შეიძლება რამე გამომჩა, თუ რამე კითხვა არის თამთავ შემოსული და ველოდები, თუ არა და მაინც გირჩევთ მეგობრებო, რომ ძალიან ბედნიერად და კარგად ჩაატაროთ ეს ახალი წელი, შობა ახალი წელი და წინდაწინ მოგელოცოთ ამდექს 7 წელი გქონდეს ყველას ნაყოფიერი, ჯანმრთელი წელი, რაც ვთქვათ, ექიმებმა შეიძლება ჩვენ გირსურვოთ. თუ რამე კითხვა გექნებათ, ესე ინდივიდუალურად, რაც ვთქვათ, თქვენ ბავშვებს აწუხებს და რაც შეიძლება, რომ ვთქვათ, უფრო გართულდეს ამ წინასაახალწლო დღეებში, ან ამ ახალი წლის დღეებში, გთხოვთ მოგმართეთ, ან თქვენ ექიმს, ან შეგიძლიათ მოიწეროთ და რა თქმა უნდა, გაგცემთ პასუხს და რა ვიცი, დაგემშვიდობებით მაშინ დაგელოდებით თუ რამეს მკითხავთ ან თუ არა და ყველაფერს კარგს გესურვებთ. ამ ეტაპზე მეტი კითხვა არ არის, მაგრამ სმენელს კიდევ ერთხელ ვეტყვი, რომ შეუძლიათ რომ მოგვიანებითაც თუ თანაწერს უყურებთ ახლა და პირდაპირ ეთერში ვერ შეწელით, ჩვენთან ერთად ყოფნა ესეც გასაგებია მოგვიანებითაც მოიწეროთ და ჩვენ კავტონი იმას ნებართვით გადავცემთ მას ამ კითხვებს და ვინც კი იცნობს მას დაგვეთანხმება ალბათ რომ არასდროს არ დაზარდება მშობელს ამ უწურავი პასუხის გაცემას. იმედი მაქვს, მეც იმედი მაქვს, რომ ჩვენ კვლავ შეგხვდებით თქვენ ქალბატონო ირმა უკვე მომდევნო წელს, ხო, ჩვენ მომდევნო ჩართვა და იმედი მაქვს, რომ ეს დღეები ჩაივლის ისე რომ არ დაგჭირდება დიდად აი პრევენცია არა, ინტერვენციის გამოყენება, ხო, მაგრამ ხო, იმ პრევენციულ ღონისძიებებზე და რეკომენდაციებზე არ მეგულება მშობელ, ყველასთვის აქტუალურია, ხო, ანუ ის საკითხები, რაზეც დღეს ვისაუბრეთ და იმედი მაქვს, რომ ყველანი გავითვალისწინებ და არ დაგჭირდება, არ მოგვიწევს 2023 წელს უკვე რაღაც ქართულებებზე საუბარი. უღრმესი მადლობა ქალბატონო ირმა, მე მიხარია, რომ კიდევ ერთი ძალიან ინფორმატიული მონაწილე შეემატა ამ ჩვენ ვიდეოთეკას, რომელიც დასაწყისში აღვნიშნე და მადლობა ლეკუნა ჯაფაშვილს, რომელმაც უზრუნველყო თარგმანი ჟესტურ ენაზე. ამით დაგემშვიდობებით, დღეს ყველას გისურვებთ მშვიდობიან საღამოს. მადლობა, ნახვამდის.